მოგესალმებით ქალბატონო. აუ ჩავrte მე მგონი ჩავrte. ოპ, ჩამირთი. როგორ ახართ ჩემო კარგო დაკეთილო ხალხო. ცოტა გაუგნებული ვარ დღევანდელი დღის შედეგებით. ესეთი რაღაცა მოხდა, რომ მივიღე მესიჯი რა, რომ 500 ლარი ჩაირიცხა თქვენს ანგარიშს. ვახ, მეთქი რა ხდება? მეთქი ვიღაც სხვა შეეშალა, თქო შევედი და დანიშნულება წავიკითხე ამისი რა, იმ ანგარიშზე იყო ჩარიცხული, რომელიც მითითებული მაქვს. წავიკითხე ეს დანიშნულება და იქ წერია, რომ ვიდეოშიო გვარზეო არაფერი არ თქვა. ვახ, მეთქი. შემწვა რა, ეგრევე შემწვა და ავდექი და რა 500 ლარივე უკან გადაირიცხოს დავაჭირე და იმაში მივაწერე, რომ რა ქვია იმას. ბლინ, დანიშნულებაში მივაწერე, რომ მეთქი ძალიან ბევრია თმაო თქვა, აი ძალიან ბევრია თქვა რა. ანუ არა მეთქი. გადის წამი და უკან მერიცხება 1000 ლარი. და დანიშნულებაში წერია კარგი ხალხისთვის მოიჟნა. ვახ, მეთქი ჩემ. ცუდად გავხდი, გამოვშტერდი მეთქი რა ხდება რა. მე რაღაცა ცოტა გადავირიცხეთ კიდე იმითი ვიჩეთავეთ რა, დანიშნულებებით ვიჩეთავეთ. და ერთ-ერთ დანიშნულებაში ეწერა, რომ ისო ყველა ფულიანი პროჭი არ არის რა, რომელიღაცა ჩემი ერთ-ერთ ვიდეოში რომ ლაპარაკობდი, რომ ფულიანი ამან რაღაცნაირად პროჭდებიან მეთქი. ყველა პროჭი არ არის. ეგ იდეა არ მქონია რა თქმა უნდა, რომ ყველა პროჭი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ხო და რაღაცნაირი ამბავი არის რა. შემრცხვა, მაგრამ რაღაც ადამიანი მივიღე რა, მაინც მივიღე საბოლოო ჯამში რა. მაგრამ გაკვირვებულმა უფრო მივიღე ვიდრე სხვა რა. ხელები მქონდა აწეული. და მაგის გამო ეხა ემოციურად ვარ რაღაცნაირად რა. დასტრესილი ვარ, მაგრამ თან მიხარია, მართლა მიხარია, რომ ვიღაც ადამიანს იმდენად მოსწონს ჩემი საუბრები ხოლმე და რაღაცები, რომ ადგა და რავი, ერთი თვის ხელფასი ვიღაცების ადგა და გადმომირიცხა. ხო და რავი, მადლობა, მართლა დიდი მადლობა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად შეგრძნება რა. შეიძლება რომ აღარც დავწერო ხოლმე ეს დონაციის ლინკი. Discord-ის სერვერი გავაკეთებ 2-3 დღის წინ და ეგ აღწერაში იქნება. 1-4 კაცი შევიკარეთ, უკვე ჯოკრის გამონდა ვართ იქ რა. საფულო ჯამში ეგრე დალაგდა. დამავიწყდა გუშინდელ და გუშინწინდელ ვიდეოებში რომ ეგ მეთქვა, თორე ის რა იდეაში ამას წერე ხა დღეს რა 11 აგვისტო 12. აუ როცა ნახულობთ, მაგის წინა დღეს არის ჩაწერილი ეს ვიდეოები, ჩემები რა. აი ეგ მინდა რომ გაიგოთ, მეტი არაფერი. წინა დღით წერე ხოლმე რომ რაღაცა შემთხვევით არ მოხდეს და დღეს მართლა არ ვიცი რა, მომიცა, ენა წამერთვა და დამება და გამექცა და რაღაცა სხვა რეალობაში გავიღვიძე და არ ვიცი რა, დღეს მოდი მაინც რაღაც мотивაციურ რამეზე ვილაპარაკოთ რა, რომ ადამიანები სხვის აზრებს როგორც კი ვითვალისწინებთ, ეგრევე გვერხება რა, ჩემი დაკვირვება არის ეგეთი, რომ რაც უფრო ხშირად გავითვალისწინებთ ვიღაცების აზრს და ჩვენს პირად აზრს არ მივენდობით, მაგ შემთხვევაში ვერაფერს ვერ ვსწავლობთ ხოლმე ცხოვრებაში და მაგის გამო მე მამა ჩემსაც ვეუბნებოდი ხოლმე, რომ მამა მეთქი, აი, შენ ხო ცხვირი წაიმტრია რაღაცა ეტაპებზე ცხოვრებაში, მეთქი და აი ხო იცი, რომ მეც წავიმტრევ რაღაცას რომ ვაკეთებ, აი ზუსტად იცი, რომ აი რაც შემოგივი და ის უნდა დამემართოს მეც. ხო ეგრეა თქო, კი მეთანხმებოდა ხოლმე. მე ვეუბნებოდი მე რომ ანუ შენ რო ისწავლე მაგ ყველაფერიდან და ეხლა რო შეგიძლია რომ ვიღაცებს რჩევა მისცე მაცალე რომ მეც ვისწავლო რა. ანუ ისეთ შეცდომა არ უნდა დაუშვა უბრალოდ რომ მე გამოუსწორებელი არ იყოს და ეგეთ შეცდომები ცოტაა რა. ანუ იდეაში ყველა ადამიანმა ცხვირი თუ არ წაიმტრია სხვანაირად არ გამოვა რა. იმიტომ რომ ტრიალებს რა ეს თაობათა შორის ისენი რა, აი მამა ჩემს რაც ქონდა იმ პერიოდისთვის ზუსტად იგივე შეცდომები აქვს, რაც მე შეცდომები მქონდა ჩემი პერიოდისთვის რა და ის მე ცდილობს რომ მე აღარ გამაკეთებინოს რაღაც შეცდომა, არა და უნდა დაუშვა ეს შეცდომებს თუ არ დაუშვებ ადამიანი ხო ისე წინ შანსი არ აქვს რომ წახვიდე რა. იმიტომ რომ რაღაცნაირად ცუდად განგივითარდება მე აუცილებლად რაღაცები.
გამოცდილება როცა არ გაქვს რაღაცა ცხვირის წამწრავის, ისეთ დროს შეიძლება აი უკვე თუ დავუშვათ აი პირველ 18 წელს შეცდომა არ დავუშვი, იმიტომ რომ მამაშენს უსმენთ. რაღაც ეტაპზე აი და მამაშენი ან დედაშენი რო აღარ არიან, რჩევის მომცემელი რო აღარ ყავს. შეიძლება ისე წაიმტრიო უკვე ცხვირი, რომ მე უკვე სავალალო შედეგი მოყვეს მაგას რა. ანუ ბოლო ანუ ხო ხვდებით რას გულისხმობ რა. თუ პატარა შეცდომის დაშვება და ცხვირის წამწრება ჯობია პატარა ასაკში, ვიდრე მე აი სრულიად გამოუცდელმა ისეთი რისკის აღება საკუთარ თავზე, რაც მე ცხოვრების დანგრევისკენ გაგიშვებს რა. მაგიტო ჯობია რომ ყველა შეცდომა ადამიანმა თავისით დაუშვას. სხვის შეცდომებზე სწავლობენო, ერთადერთი სხვის შეცდომებზე რაც უნდა ისწავლოთ, ერთი ისაა, რომ აი ისეთ რამეს არ უნდა მიეკაროთ, რაც დამოკიდებულებას იწვევს ძალიან რა. აი ერთი ეგაა რა, სხვა არაფერი. დალშე ყველაფერში აუცილებლად ყველა ადამიანმა თავის შეცდომა უნდა დაუშვას. თორე ვერ გავითარდებით სხვანაირად. ანუ თვის ადამიანები ვერ გავითარდებიან, ვინც შეცდომებს არ დაუშვებენ რა. იმიტომ რომ შეცდომებს თუ არ დაუშვებ და აი უსწორესი გზებით ივლი, რაღაც ეტაპზე ერთი ფეხის აცდენა შეიძლება მართლა სავალალო იყოს რა, იმიტომ რომ აი შენ არ იცი როგორ უნდა მაგ დროს შეცდომას როგორ უნდა შეხვდე რა, ანუ მენტალურად შეიძლება მზად არ იყო მაგ შეცდომისთვის. და ბავშვობიდან შეცდომას რო უშვებ, მაგაზე პასუხისმგებლობის გრძნობაც გვერდება, გვენ ვითარდება, რომ აი მე შეცდომა დაუშვი და საკუთარ თავს სხვანაირად უყურებთ რა. ხო და რა ვიცი რა, ანუ იცით ჩაჯინება ხოლმე განსაკუთრებით პატარა ბავშვებზე. რას ბავშვი თუ რაღაცა ეხლა აი თავს მიარტყავს კედელს და არ დაიხრება სამჯერ, ხო, აცალე რა, ერთხელ რომ მიარტყავს თავს, მერე ეტკინება, მეორედ მიარტყავს, ეტკინება, მესამე მიხვდება რომ აღარ უნდა მიარტყას რა, იმიტომ რომ ტკივა და რაღაცა ეტაპზე გეტკინება რა. ბავშვობაში ხა არავინ არ მგონია რომ ყველას ყველაფერი უსწორდებოდეს, პროსტა ისეთი რაღაცების კეთება გვევასება, რასაც გვიკრძალავენ, ხო? ხო და აქედან გამომდინარე პირიქით ისეთი რაღაცები არ უნდა აგვიკრძალონ, რაც მართლა ასაკრძალია, თორე შეიძლება უფრო მეტი ის შეხვდეს რა. უფრო მეტად მოგვინდეს ისეთ რაღაცის გაკეთება, რაც იდეაში შეიძლება საერთოდ არ გვინდოს, პროსტა ჯინაზე ვაკეთებთ რა. ჩვენ სამ გავიზრდებით და სამ ჩამოყალიბდებით ადამიანებად, იქამდე ხო გვაქვს რაღაც რას ვამბობდი გავითიში. ანუ სად ვიყავი ეგეც დამოვიწყო, ვაფშე ყველაფერი დამოვიწყო. ჯერ კიდე იმ დონაციებში ვარ და ის არ ვიცი, ერთდროულად ბედნიერი ვარ და თან უბედური არ ვარ. დასტრესილი ვარ რა ერთდროულად და მაგის გამო ტვინში ცოტა არეულობა მაქვს და დღევანდელი დღე შეგიძლიათ რომ აპატიოთ. თან ცივიყავა წეღანდავლი, ეხლა აქ დასალება და არ მაქვს, ბევრად უფრო რთული არის ჩემთვის საუბარი რა. აი ორი რაღაც მჭირდება საუბრისთვის რა, ერთი არის სიგარეტი და მეორე არის ყავა აშკარად. ეს იმ სამი ზაჟიგალკიდან ერთ-ერთი არის, რომელიც მოვიპარე და ეს ყველაზე კაი გამოდგა და მე დავიტოვე დანარჩენი რაღაც სადღაც დავტოვე. ხო და ადამიანებმა შეცდომები ბავშვობიდან თუ არ დაუშვით, შეცდომასთან დაპირისპირებას ვერ დავამუყარებთ. ალბათ მაგაზე ვსაუბრობდი და სადღაც მანდიქნებოდი. ანუ შეცდომას რო უშვებ, მე ამ შეცდომას რაღაცა უკუშედეგი აქვს და ამ უკუშედეგს რო ხვდები, იაზრებ, რომ აი ეს შეცდომა მე ჯობდა რომ დამეშვა რა. ხო და ეგეთ რაღაცებზე რო ფიქრობ, მანდედან გამომდინარე, მე ეგრე ვფიქრობ, რომ ჯობია რომ შეცდომები პატარა ასაკში უფრო მეტი დაუშვა. იმიტომ რომ დიდ ასაკში უფრო რთულია რა შეცდომის გამოსწორება რა. ეგეც ფაქტია, იმიტომ რომ ვიღაცა ადამიანი ახლა შენ მაგალითად აი იმ დღეს რომელიღაცა ვიდეოში მოგიყევით რომ დედა ჩემს თავში ჩავარტყე ჩაკუჩი ბავშვობაში. ეხლა ვიღაცა ქალმა ჩაარტყა ვიღაცა ქალს, იმიტომ რომ ღალატობდა მაგის ქმარი იმასთან, მაგის გამო ჩაკუჩი. ანუ და რა ჩაკუჩი. აი მე ხო მარტივად მოპატიეს, მაგრამ იმიტომ რომ 4 წლის ვიყავი და ვაფშე აზროვნების უნართან ცოტა შორს ვიყავი. დაჟე მე მგონი პატარა ვიყავი უფრო. ხო და ამ ქალს ეგრე მარტივად ვერავინ ვერ აპატიებს, რომ ჩაკუჩი ჩაარტყა ვიღაცას, რა ჩაკუჩია რა, ის ხო არა. ხო და რავი რა. მაგამ ბავზე არ მინდა ლაპარაკი ახლა.
სიმართლე რომ გითხრათ, ვიღაცების პირად ცხოვრების განხილვა დიდად არ მიყვარს ხოლმე. პირიქით მირჩევნია, რომ რაღაცა უფრო ზოგად თემაზე ვისაუბრო და იმ თემიდან გამომდინარე მივიდეთ მე რაღაც დასკვნებზე ვიღაცების პირად ცხოვრებაში. რომ კარჩი ხომ იხდით რა. ხო და აქედან გამომდინარე სხვისი აზრი ყოველთვის უნდა მოისმინოთ რა. ეგაა დასკვნა, რომ ყოველთვის უნდა მოისმინოს სხვისი აზრი, მაგრამ თუ ძალიან სავალალო რაღაცას არ აშავებ, ჯობია რომ გათვალისწინება დიდად არ გააკეთო რა. პატარა ასაკიდან გულისხმობ. ნუ იდეაში მე ხა პატარა ბავშვები არავინ არ მიყურებენ და ამას უფროსებს იმიტომ ველაპარაკები, რომ ჩემი აზრით ბავშვებთან უფრო სწორი დამოკიდებულება იქნება თუ რაღაცებს ისე არ აუკრძალავთ, რომ იმენა აკრძალვა იყოს რა, იმიტომ რომ კრძალავ, აი მე მაგალითად სიგარეტზე ბავშვებიდან სულ მესმოდა, რომ აი არ მოწიოთ და 6 წელს ასაკში დავიწყე მოწევა. 14 წლამდე ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო, მაგრამ მე უკვე გავიჯვი თავზე და სახში ვეწეოდი და რაღაც ცდილობები. ხო და აი ამაზე ცუდი ჩვევა მე პირადად არ მგონია რომ მქონდეს რა, ეს მაქვს. და ალბათ ის რომ ჩემი აზრით დაფიქსირებას როცა ვიწყებ, ხანდახან ნერვებს ვერ ვაკონტროლებ ხოლმე რა. ნერვული აშლილობა კიდე მთელ ქვეყანას აქვს ჩემი აზრით, ეხლა რაც ხდება ქვეყანაში, მაგრამ რაც არ უნდა ხდებოდეს, ქართველები ეგეთი ერი ვართ, რომ ყველა ჩვენი წილი ნერვული აშლილობა გვაქვს რა. და არავინ იმაზე არ ვფიქრობთ, რომ აი მე ხო ცუდად ვარ, მაგრამ იმაზეც არ ვფიქრობ, ვიღებისაც მეჩხუბები და ვინც მეჩხუბება, იმაზე არ ვფიქრობ, რომ ის რატო ჩხუბობს. ანუ მარტო მე უნდა ვიჩხუბო მაქვს თავში რა და ეგეც გამოსასწორებელი გვაქვს. ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი რაღაცა, რაც გამოვასწორებთ, რომ გავიაზროთ, რომ პროსტა აი მე კაი, ვიჩხუბე, გავბრაზდი, მაგრამ ის რატო გაბრაზდა და აი რომ ჩავყვეთ და ვილაპარაკოთ, რომ აი რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ გაბრაზდა რა. ნუ ძირითადად ბრაზდებიან ხოლმე მე რასაც ვარ დაკვირებული, ვისაც ტვინი აი რაღაცაზე რომ ლაპარაკობთ. მე ხო გეუბნებით რომ ხშირად ბრაზდები და ეხლა შეიძლება თუ ვინმეს დებილს დაუძახები, ჩემ თავსაც ვეძახი რა, ანუ ეგ გაიაზრე. ძალიან გთხოვთ რომ ვინმემ შეურაცხყოფილად არ მიიღოს. ანუ ძირითადად ბრაზდება ისეთი ადამიანი, რომელიც ვერ ხვდება რა ხდება. ყველაზე ხშირად მე რასაც ვარ დაკვირვებული, ვინც ვერ ხვდება რა ხდება, იწყებს ჩხუბს. ხო და ვერ ხვდება რა ხდებაში გულისხმობ იმას, რომ აი დაუშვათ სამი კაცი რომ ლაპარაკობს და ერთი კაცი ვერ იგებს რა ხდება, ესე უნდა რა ყლეობაზე ლაპარაკობთ, ეგრევე აგრესია შემოდის რა. ხო და სურო აი სტივენ კინგის წიგნებზე ლაპარაკობდნენ, ესე უნდა რომ ფუ რაზე ბაზრობთ რა, რამე ნორმალურზე ილაპარაკეთ. მე ესენი ეუბნებიან შეშიქო არა კაცო მშვენიერი წიგნია და ის იწყებს წიგნი არა ის და იწყებენ ჩხუბს რა, ანუ ძირითადად ჩხუბებს იწყებენ ისეთი ადამიანები, ვისაც აზროვნების უნარი ჩემი აზრით საკმარისი არ აქვს. მე ეგრე მგონია რა. მეც ხშირად ჩხუბობ რა, რო არ მოგატყუოთ. ხო და მანდ გამომდინარე შეიძლება მეც არ მაქვს აზროვნების უნარი, არ ვიცი. მაგრამ მე როგორც ჩხუბობ ხოლმე, მე იმენა ხელჩართული ჩხუბი დიდი ხანია აღარაა ჩემი სტილი რა. კარატეზე დავდიოდი ბავშვობაში, საკმაოდ მიღწევები მქონდა, კარგი ბიჭი ვიყავი. დღემდე მაქვს იმის უნარი, რომ ვიღაცას ფეხის სახეში ისე შემოვარტყა, რომ ვერ მიხვდეს რა რეალობაში ცხოვრობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ ჩხუბი იმენა აღარ მევასება რა. და რაც შეიძლება კამათს რაც შეეხება, კამათი ძალიან მიყვარს. კამათის მოთხოვნილება მაქვს რა, ხანდახან ვიღაცასთან თუ არ ვიკამათე, აი ვახო მყავს მაგისტვის კაკრას რა. აი ვიღაცამ დამიწერა გუშინ წინდელ ვიდეოზე მე მგონი, რომ შენ და ვახო სულ რატო ჩხუბობთ? რას ქვია სულ რატო ჩხუბობთ, ბიჭო? იმიტომ ჩხუბობთ, რომ ეს რაღაც დაგროვილი რაც გვაქვს, ეს ნაფიქრი, ხო, ეს ნაფიქრი აი აქ რო არის, გიждდება ადამიანი რა და მაგ პონჩი ჩხუბობთ. ჩხუბობთ რა, კამათობთ რა. და კამათი ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ბევრ რაღაცაში, რაღაც ეტაპზე კამათის დროს ბევრჯერ მეც მithkoms ეგ და ჩემს ოპონენტის ვინც ყოფილა, რომ უი. ანუ უის თუ იძახის, ის შედარებით ჭკვიანია უკვე რა. მაგრამ აი გააჩნია რაზე კამათობთ, მაგას გააჩნია. ფეხბურთზე კამათს აზრი არ აქვს ჩემი აზრით. ფეხბურთზე, მუსიკაზე, ხელოვნებაზე, გემოვნებაზე და ეგეთ რაღაცებზე აზრი არ აქვს რა. ვისაც რა მოსწონს ისაა უკეთესი იმისთვის და всё მორჩამან ლაპარაკი. არ არსებობს დედამიწაზე, არსებობს არნაირი ობიექტური აზრი, არსებობს მხოლოდ სუბიექტური და სუბიექტურად ობიექტური აზრები რა. მეტი არაფერი არ არსებობს. და რავი,
ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანს, ვინც გადმორიცხა. სახელიც მახსოვს, გვარიც მახსოვს. даже ვეძებდი Facebook-ზე, რომ მეთქი იქნება ვიპოვა, თქო, მაგრამ არ გამომივიდა, ვერ ვიპოვა. და სურათი ვერ ნახე, ის მიბზუმე პროსტა. მაგრამ არ მგონია რომ ცუდი ადამიანი იყოს. არ მგონია კი არა დარწმუნებული ვარ რომ კაი ადამიანი არის რა. იმიტომ რომ ახლა ადამიანს ბევრ ადამიანს აქვს ბევრი ფული, მაგრამ ესე ვიღაცებს ვინც მოსწონთ იმათ არ აძლევენ, ხო ესე? ჰაერზე. ხო და მაგ ადამიანს ჩემში რაც დაინახა გუში даже ბოლო მესიჯი დანიშნულებაში რაც მიწერა ის იყო რომ მეთქი აი რავი რა იმედიც გაქვს ჩემზე მეთქი არ გაგიცრუებ მაგას გვირდები თქო და ძალიან მიხარია ეგეთი ადამიანები რომ არსებობენ მართლა მე მაგ ფულს სწორად დავხარჯავ ისე არ ვიცი რა даже ის უთხარი რომ მეთქი დაფიქრდი მაინც რა თუ გინდა თქო იქნება და მე ანგარიშზე მექნება თქო შენ თუ რამეა რაღაცა გათმომირიცხე თქო მომწერე თქო რა და გეტყვი რომ გადმოგირიცხო უკან თქო რა არაო კაცო ვიღაცას თუ ფულს აძლევა მე უკან რაღაცა უნდა გამოვართო ეგ მითხრა და ხელები ამაწევინა იმენა შემწყო მე გადარიცხო კიდე შემწყო მართლა შემწყო რა აი აღარ გადმორიცხო ადამიანები უნდა კიდე რო რა პატარა ბავშვები უნდა გამოსულიყავით ოდა რავი რაზე ვილაპარაკე ალბათ თქვენც ვერ გაიგეთ მაგრამ ხო გაიგეთ რაღაცა ხო გაიგეთ ჩემი აზრი ხო გაიგეთ რაღაცა კონკრეტულ იმას და 8 თეთრი ჩამირიცხო ვიღაცამ ძმაო ვინმეს არ გეგონთ რომ ეხლა რადგან მაგ ადამიანმა ბევრი ჩარიცხა და ვიღაცამ 3 თეთრი გაქვს ვიღაცას რომ 3 თეთრი აქვს გადმორიცხული ვიღაც ზევით დგება და ვიღაც მაღლა არა ერთი თეთრიც ზუსტად იგივენაირად მიხარია ხოლმე რა просто გაკვირვებული ვიყავი რა არჩე თუ მიყურებ ახლა თქვენ ბატონო ძალიან დიდი მადლობა და ღმერთმა მილიარდი მაგდანი მოგცეთ რომ ვინც მოგწონთ ყველა იმედები გაგიმართლოთ და არ ვიცი ბოდიში რომ ესეთი მე ვარ ხვალ ჩავწერ სიმორცხვეზე რა ჩემს მორცხოვაზე მინდა რომ ველაპარაკო ძალიან დიდი მადლობა თუ მიყურეთ არხი გამოიწერეთ დისკორდზე შემოდით თუ გინდათ რა თქმა უნდა და ლაიქეთ გამოიწერეთ რაღაცები ქენით რა ვიცი რა კნოპკებიც არის იმას დააჭირეთ დისლაიკის გარდა მიყვარხართ